მე ვარ ანი ფრიდონაშვილი, 20 წლის, სწავლობილია სახელმწიფო უნივერსიტეტში. დედაჩემი უკვე მე-4 წელია იტალიაშია ემიგრანტი. ცხადია, ქართულ ოცნებას ძალიან უჭირს იმასთან თვალის გასწორება, რომ რეალურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ახლა მთლიანად ემიგრანტებზე არის დამოკიდებული. როგორ ხარდე? კარგად, შენ როგორ ხარ? რა ვიცი, კარგად. რა შვები? მე როგორ ყოველთვის შერაშვები. ემიგრანტების გამოგზავნილი ფულები უნდა ბიუჯეტში და ემიგრანტებს ხმად გვართმევენ, არაფრის უფლება არ აქვს. ალბათ რომ მომიდეს საქართველოში წამოსვლა, მოწევა უნდა გამომიგზავნო, როგორც მე გიგზავნე. ის ფაქტი, რომ თუნდაც მე და ჩემს მსგავსად უამრავი სტუდენტი მხოლოდ იმიტომ ახერხებს სწავლას, რომ მათი მშობლები ემიგრაციაში წლები იმყოფებიან და ვსაუბრობ არა ცხოვრებაზე, უბრალოდ გადარჩენაზე გულისხმობ, იმაზე, რომ უბრალოდ იარსებონ და მოახერხონ, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიონ. დედაჩემი ისედაც იმიტომ წავიდა, რომ ჩემი უნივერსიტეტის სწავლება დაეფინანსებინა და ხო, ეს საშუალება რომ მოეცა ჩემთვის. თუ ხარ სტუდენტი, მკვლევარი ან მეცნიერი და რომელიმე უცხო ქვეყნისგან დაფინანსებას მიიღებ და ამის პარალელურად ქართულ ოცნებას აკრიტიკებ, შესაძლოა შენ ციხეში აღმოჩნდე. ოცნების ახალი მძიმე გადაწყვეტილება მხოლოდ ემიგრანტებს ან მათ ოჯახის წევრებს არ დააზარალებს. გრანტობის კანონი შეარჩევს მათ, ვინც რეჟიმს არ აღიარებს. მოუძებნის მიზეზს, რომ შემოსავალი გრანტად ჩაუთვალოს და ციხეში მრავალი წლით გაუშვას. თუ ხარ სპორტსმენი, ოცნება აგიხდა და ხელფასს რომელიმე ევროპული კლუბი გიხდის, მაგრამ პარალელურად ქართულ ოცნებას აკრიტიკებ, შესაძლოა ფეხბურთის თამაში ციხის სტადიონზე მოგიწიოს. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრანდის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფი მალე ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და მათი ფეხბურთისადმი სიყვარულიც ოცნების შიშებსა და რეგულაციებში მოექცევა. ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, აქეთ ხარეს, მეორე მხარეს, ბარსელონის მხარესაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია, თვითონ საფეხბურთო კლუბ ბარსელონა, უცხოური ორგანიზაციისგან ჩვენ ვიღებთ გრანტს ბარსელონამ და გრანტის მიღებმაც, ანუ ჩვენ უნდა ავიღოთ წინასწარი ნებართვა იმისათვის, რომ ვისარგებლოთ ამ გრანტით, რაც პრინციპში ამ შემთხვევაში არის, წარმოუდგენელი რა, მართლა ბარსელონაში არავის არ ცელია, არც გაუგია თირაკლი კობახიძე მაგალითად. ემიგრანტებს, ვისაც ქართულმა ოცნებამ სულ ცოტა ხნის წინ ხმის უფლება წაართვა, ახლა უკვე იმ მიზეზს და აზრსაც უზღუდავს, რის გამოც მათ სამშობლოდან შორს უცხო მიწაზე ძიმე შრომისთვის გაწირეს საკუთარი თავები. ახალი სოციალური ტერორი, რომელიც ქართულმა ოცნებამ კანონად უნდა აქციოს, ცხადია არ შეეხება ყველას. დაიჭერენ მათ, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან. ეს კანონი მარტივი და კანონიერების საფარქვეშ არსებული ბერკეტია ხელისუფლებისთვის არასასურველი აქტორების ჩამოსაშორებლად. ეს ფარავთ მთელ საზოგადოებას, მთელს ქვეყანას და არა მარტო მათ, ვინც აქ ცხოვრობენ, არამედ იმათაც, ვინც აქ არ ცხოვრობენ და სწორედ იმ გაჭირვების გამო, რომელზეც სხვათა შორის პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლება არის, რომ მოაგვაროს და ვერ აგვარებს. ეს დამენვე სამუშაოდ გადახვეწილების საქართველოსთან მოწყვეტილების საკუთარ ოჯახებს, ისინიც შესაძლებელია აღმოჩნდნენ ამ კანონის ქვეშ. იმას, რასაც პუტინმა 20 წელი მოანდობა, ქართული ოცნება 2 წელიწადში ამთავრებს. რუსული კანონი, რომელიც ვითომ და რუსული არ იყო და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხებოდა, ვერაფერი გაამჭვირვალა. მაგრამ პარალელურად ქართული ოცნების და გასაკვირად აღმოჩნდა, რომ მათი ცნობადი და სანდო სახეები კორუფციაში თავით იყვნენ გადაშვებულნი. ოცნებაც, როგორც წესი, რეალობას გაურბის და საკუთარი რიგების ნაცვლად მტრებს გარეთ ეძებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსიმე მესმის იმაში, რომ მან უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოში, საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საზოგადოებასთან სიკეთეების მოტანაში და არა პროტესტის გაღვივებაში. გარდა იმისა, რომ ოცნების კანონები ადამიანების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან, არაერთს არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობას შეუჩერებს, ახალი კანონი კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენებს დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უკვე წლებია ხელისუფლების მხრიდან ყოველმხრივი ტერორის ქვეშ იცავს თავისუფალ სიტყვას. თუ კი ვინმე თვლის, რომ მე უცხოეთიდან არავინ არ მერიცხავსო და არ გავჩუმდებიო, რავი ვიღაცა გადმოურიცხავს რა. ეს ვითარება არ არის ნორმალური რა. ეს მინდა რომ ყველა მიცოდეს ეს ვითარება არ არის ხალხო ნორმალური. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი რა. ეს მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით ჩვენ ყველანი, რომელშიც გვიპირებენ კიდე რომ აღმოგვაჩინონ ამ რაღაც კანონებით, ეს არ არის ნორმალური ვითარება. უფალდა დედახთვის აქ ფარავდათ შვილო ყველას.
გახალდა ვიზიტი საქართველოსთვის. ტოტალური ტერორის ფონზე დედაქალაქში პროტესტი არ წყდება. თითქმის არ დარჩა სფერო, რომელსაც ოცნება გადავლას არ უპირებს. მიუხედავად რეპრესიებისა, ადამიანები მაინც მიდიან ქალაქის მთავარ გამზირზე. იმედით და შემართებით, რომ მალე დადგება დღე და ამ უთანასწორო ბრძოლაში რუსულ რეჟიმთან თავისუფალი საქართველო გაიმარჯვებს.